მასშტაბურმა საერთაშორისო კვლევამ დაადასტურა, რომ მკურნალობის შემდეგ ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე ავადმყოფობის რისკს. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. სპეციალისტები ამ საკითხზე დაკვირვებას აწარმოებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, ისრაელში, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთში. კვლევაში 889 ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტი მონაწილეობდა. მათგან 9 ჩაერთო ვარჯიშის პროგრამაში, ხოლო მეორე ჯგუფს მხოლოდ ჯანსაღი კვების რეკომენდაციები მიეცა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფიზიკურად აქტიურ ჯგუფში ახალი დაავადების განვითარების რისკი 28%-ით შემცირდა. მიღებული დადებითი შედეგები ფარმაკოლოგიური თერაპიის ეფექტურობას აღემატება. სპეციალისტების განმარტებით, ისეთი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ფეხით სიარული, ცურვა თუ სხვა სახის ვარჯიში, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ანთებით პროცესებს და ხელს უწყობს ორგანიზმის რეაბილიტაციას. ექიმების რეკომენდაციაა, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტი აუცილებლად გაესაუბროს საკუთარ ექიმს ფიზიკური აქტივობის დაწყების შესახებ.